გამარჯობა მეგობრებო, ძალიან მაგარი გათამაშებით მოვედი და წამოდით. მოკლედ. დღევანდელ ვიდეოში გვექნება ძალიან მაგარი გათამაშება და რატომ? მარტო გეზმოტორსისთვის გვეყოლება 3 გამარჯვებული. ანუ საწოლზე ხო გვეყოლება 1 გამარჯვებული, მაგრამ გეზმოტორში გვეყოლება 3 გამარჯვებული და გეტყვით ახლა რა თამაშდება. ნუ პრინციპი იგივეა, კომენტარი უნდა დაწეროთ, ოღონდ გეტყვით რა უნდა დაწეროთ კომენტარში, იმისათვის რომ გამარჯვებული ავარჩიოთ. მანამდე კი გეტყვით რომ 3 გამარჯვებული გვეყოლება შემდეგნაირად. პირველი მოიგებს 200 ლარიან ვაუჩერს, მეორე 150 ლარიან ვაუჩერს და მესამე 100 ლარიან ვაუჩერს. ეხლა ვაუჩერში რა შედის? პირველ რიგში გადმოგეცემთ ესეთი ორგანიზერი, რომელიც ცალკე მე მგონი 50 თუ 60 ლარი ღირს და მაშინ განთავსებული იქნება პირველი ადგილოსანისთვის 200 ლარიანი პროდუქტები, ასე ვთქვათ, 200 ლარის ღირებულების, მეორე ადგილოსანისთვის 150 და მესამე ადგილოსანისთვის 100 ლარის პროდუქტები. ეხლა აქ ძალიან ბევრი რაღაცები ალაგია. ნაირ-ნაირ რა ვიცი, საბურავის გასაშავებელი, ეს რა არის? ტენტის საწმენდი, ვისაც კაბრიოლეტი ყავს მაგალითად, ასევე ინტერიერის საწმენდი, ეს დისკების საწმენდი, აი ძალიან ბევრი რაღაცეებია, ეს შემდეგ კომპლექტი შეიკრება ღირებულების შესაბამისად და იმისათვის რომ გათამაშებაში მონაწილეობა მიიღოთ, უნდა დაწეროთ შემდეგ კითხვაზე პასუხი. წინა ვიდეო ვინც ნახეთ, სადაც M6-ის ძრავი ამოვიღეთ და დავშალეთ, მან ჩემს მეორე სერიაში ჩავასხით სერატეკი. რაზეც ცოტა აზრები ორად იყოფა, არა და რეალურად ძალიან კარგი პროდუქტია და უფრო კარგად თუ გაიცნობით მის შინაარს, ძალიან კარგი იქნება, იმიტომ რომ ძირითადად ხა კომენტარებში რასაც წერდნენ, რომ არ ვარგაო, არგუმენტირებული არც ერთი პასუხი არ ყოფილა, არა და მე ძალიან მაინტერესებდა რატომ არ ვარგა. ამ ვიდეოში მე დავასახელე სერატეკის გამოყენების ბევრი დადებითი თვისება, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ მხოლოდ 2 მათგანი დაასახელოთ ახლა კომენტარებში და ეს ჩაითვლება გათამაშებაში მონაწილეობად. იქიდან გამომდინარე, რომ გათამაშება იყოს სამართლიანი და ყველას ჰქონდეს თანაბარი პირობა და არა ის მხოლოდ ის 3 ადამიანი, ვინც ყველას დაასწრო, ამიტომ ასევე რენდომაიზერით გათამაშდება. პირველი, მეორე და მესამე ამოსული ადამიანი იქნება შესაბამისი ქრონოლოგიით გადანაწილებული. პირველს ვისაც ამოაგდებს და ვისაც ეწერება ეს 2 მიზეზი იქნება პირველ ადგილოსანი, მეორე ადგილოსანი და მესამე ადგილოსანი. საწვავის გათამაშება ცალკე იქნება, რა თქმა უნდა, მაგისთვის ცალკე ამოირჩევა ადამიანი, ამიტომ გვეყოლება 4 გამარჯვებული და აქედან 3 იქნება გეზმოტორსის გამარჯვებული, რომელიც დასაჩუქდება ესეთი ლამაზი ორგანიზერით და მასში განთავსებული პროდუქტებით 200 ლარიანი, 150 ლარიანი და 100 ლარიანი. ამიტომ აუცილებლად ჩაერთვეთ, რაც მთავარია გამოიზარეთ ჩემი არხი ამისათვის. როგორ შევიძინოთ ოცნების ავტომობილი? ეს არის ალბათ კითხვა, რომელიც აბსოლუტურად ყველა ადამიანს აწუხებს. სტანდარტულად ამისთვის არსებობს ხოლმე 2 გზა. პირველი, გვაჩქონის მშობლებმა ან მეორე ნახევარმა და მეორე, გადავდოთ ყოველთვე გარკვეული თანხა იქამდე, სანამ ავტომობილის ღირებულებას არ მოვაგროვებთ. 1 2 3 4 იგი ყოველთვე იქიდან ჩარიცხული 500 ლარი რო გადავდო პლუს იქიდან 100 ლარი შემიძლია დავამატო საბერძნეთიდან 100 ევროს გამომიგზავნის ნაილიდეი და ამას პლუს მოსწავლის 80 ლარი ძალიან მაგარია 2030 წელს ყოველთვე ამ თანხას თუ გადავხდი ახალ მანქანას ვიყიდი. მაგრამ არსებობს მესამე ვარიანტიც და ეს გახლავთ ავტოსესხი. Silk Bank-ს აქვს ძალიან კარგი შემოთავაზება, რომლის ფარგლებში 100,000 ლარამდე ავტოსესხის მიღება შეგიძლიათ 0 ლარის საკომისიოთი და რაც მთავარია, შემოსავლების დადასტურების გარეშე. ამ ყველაფრის გაკეთება ძალიან კომფორტულად და მარტივად შეგიძლიათ სახლიდან გაუსვლელად, გადმოწერეთ Silk-ის აპლიკაცია, მოითხოვეთ დისტანციურად და გაიგეთ რა არის თქვენი საკრედიტო ლიმიტი და დაიმტკიცეთ თანხა. რა თქმა უნდა, თუ გზად დამატებითი კითხვები გექნებათ, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ნომერზე ან ესტუმროთ ფილიალში, რომელიც მდებარეობს როგორც თბილისში, ასევე ქუთაისსა და ბათუმში. ახლა ალბათ ბევრი ადამიანი არ დამეთანხმებით და მეტყვით, რომ ავტოსესხი არც ის ეფექტურია და დიდი თავის ტკივილიაო. მე კიდე შემიძლია კონტრარგუმენტი გითხრათ, რატომ არის უფრო ეფექტური ავტომობილის ავტოსესხით შეძენა, ვიდრე წლების განმავლობაში თანხის გროვება და შემდეგ ყიდვა და წლების შემდეგ თქვენი ოცნების ახდენა. ავტოსესხის დახმარებით დროზე ადრე კი არა, დროულად შეგიძლიათ თქვენი ოცნება აიხდინოთ, აი მაგალითად პირობითად თქვენ ყოველთვე თუ უნდა აგროვეთ
1500 ლარი. ეს პირობითად ავიღოთ ეს თანხა, იმიტომ რომ ყოველთვის განსხვავებული შესაძლებლობებია ყოველთვიური შემოსავალი და რამდენის გადადება შეუძლია. გადის წლები, აგროვეთ კონკრეტულ თანხას, მაგალითად, ისევ პირობითად 2030 წელი ავიღოთ, შეაგროვეთ თქვენ ეს თანხა, მაგრამ რა ხდება? ლარის ინფლაციიდან გამომდინარე, როგორი ტენდენციაც არსებობს საქართველოში, შეიძლება ის 5 წლის შემდეგ რა თანხაც მოაგროვეთ დღევანდელ თანხასთან საერთოდ აღარ იყოს თანხვედრაში. ამასთანავე თქვენი სასურველი ავტომობილი ბერდება, ან თქვენი სურვილით შესაბამისად იზრდება და უფრო მაღალწლიანი ავტომობილი გნებოთ, რაც გაცილებით ძვირი ღირს ვიდრე დღეს ის, რაც თქვენ გინდათ. აქედან გამომდინარე, შეიძლება 5 წლის მერეც ვერ შეიძინოთ თქვენი ყოველთვიური შეგროვებული თანხით ის მანქანა, რაც გჭირდებათ. მაშინ, როდესაც შეგიძლიათ, რომ ყოველთვე ის კონკრეტული თანხა რაც უნდა შეინახოთ, გამოყოთ თქვენი ვალდებულებისთვის, ანუ ავტოს ესხისთვის, გადაიხადოთ ეს თანხა და დღესვე მიიღოთ ის, რაც ყველაზე ძალიან გინდათ. იმიტომ რომ ხვალ ვინ იცის რა ხდება, შეგვიძლია დღევანდელი დღით ვიცხოვროთ და გავიხაროთ. ამიტომ თუ თქვენ გაქვთ იმის საშუალება, თქვენი შემოსავლები გაძლევთ იმის საშუალებას, რომ მოემსახუროთ ყოველთვიურად კონკრეტულ ვალდებულებას, მე ვფიქრობ, არაჩვეულებრივი არჩევანი და გადაწყვეტილებაა, რომ თქვენი ოცნება აიხდინოთ დღესვე. თან ძალიან მაგარია ისიც, რომ შემოსავლების დადასტურება არ გჭირდებათ, იმიტომ რომ დღეს ძალიან ბევრი თვითდასაქმებული არსებობს უკვე ბაზარზე, ზოგი კონკრეტულ თავის საქმიანობას ეწევა, ზოგი ინფლუენსერია და ასე შემდეგ, არა კონკრეტულად ჩარიცხული თანხა, ხელფასის სახით და არ სჭირდება ამის წარდგენა. თან 0 ლარის საკომისიო ძალიან დიდი ფუფუნება, იმიტომ რომ ნებისმიერი ოდენობის თანხაზე საკომისიო არის ხოლმე ძირითადად 0.5% ბანკებში. ამ შემთხვევაში თანხას როდესაც იღებთ მანქანისთვის 100.000 ლარი რომ აიღოთ, წარმოიდგინე 0.5% შემთხვევაში რამხელა თანხის საკომისიოში გადახდა გიწევთ სრულიად ტყუილად. აკი ამ ყველაფერს გაკეთება არ გიწევთ, თან ამ ყველაფერს გააკეთებთ დისტანციურად, უბრალოდ მობილური აპლიკაციით. ალბათ ყველა დამეთანხმებით, რომ არსებობს მანქანები, რომლებიც მართლა ქალებისთვის არის გათვლილი. შეიძლება ეხლა ეს ვიღაცამ სექსისტურად ჩათვალოს, მაგრამ მოდი შევთანხმდეთ, რომ მართლა არის მანქანები, რომლებსაც ძირითადად ალბათ 99% შემთხვევაში ქალებისთვის ყიდულობენ. ან ქალები ყიდულობენ. ხო და მე ვფიქრობ, რომ აი ეს ავტომობილი CHR-ის სწორედ ესეთი ავტომობილია. დასაწყისი ალბათ ცოტათი დაგაბნევდეთ. ეს მანქანა ჩემთვის არავის არ უჩუქებია. უბრალოდ მე გადავწყვეტე წარმოგიდგინოთ რუბრიკა რა მანქანა ვაჩუქოთ ქალებს. მე მარო ვარ და თქვენ უყურებთ ჩემს ავტოვლოგს. სანამ ავტომობილის განხილვაზე გადავალთ, რა თქმა უნდა, ის კომპანიები უნდა ვახსენოთ, რომლებიც ჩვენს მხარში უდგანან და გვეხმარებიან იმისათვის, რომ შევქმნათ კონტენტი და უფრო გავზარდოთ არხი. ესენი გახლავთ კომპანია Trust-Import, ჩემი გენერალური სპონსორი, რომელიც ძალიან კარგ ავტომობილებს ჩამოგიყვანთ ამერიკიდან. კომპანია Gez Motors, სადაც შეგიძლიათ ძალიან ბევრი მომსახურება მიიღოთ გარდაზეთის შეცვლის, ეს იქნება საბურავები, ხუნდები, ეგრეთ წოდებული რაზვალის გასწორება და ასე შემდეგ. ძალიან მრავალპროფილურია და ძალიან კარგი იქნება თუ გაეცნობით, იმიტომ რომ ძალიან მაგარი სივრცე აქვთ, სადაც შეგიძლიათ კომფორტულად დაჯდეთ და დაელოდოთ, სანამ თქვენი ავტომობილის სერვისი არის შეყვანილი. სოკარი ამ ვიდეოშიც თამაშდება, რა თქმა უნდა, 50 ლიტრის საწოვის ტიპს თქვენ თვითონ აირჩევთ და დაწერეთ კომენტარი, ყველა კომენტარი არის მომგებიანი და აუცილებელი პირობაა, რომ არხი გქონდეთ გამოწერილი და Little Free Georgia, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენს სურნელოვან გზავრობას. CHR არის Toyota-ს crossover-ი, რომელიც დგას დაახლოებით Yaris Cross-ა და Corolla Cross შორის. 2016 წელს წარადგინა Toyota-მ ეს პირველად და იყო ინოვაცია სრულიად სწორ მნიშვნელობით, იმდენად განსხვავებული და გამორჩეული მოდელი იყო, რომ პირველად როდესაც ქალაქში გამოჩნდა, აბსოლუტურად ყველა ადამიანის ყურადღება მიიპყრო თავისი განსხვავებული და გამორჩეული ვიზუალით, განსაკუთრებით კი ქალების და სწორედ ამიტომაც არიან მისი მომხმარებლები ძირითადად ქალები. ეხლა თქვენ ალბათ კითხვა გაგიჩნდებათ, მე რატომ გადავწყვეტე ესეთი ფორმის წარმომედგინა რა მანქანა ვაჩუქოთ ქალებს და არა, იმიტომ რა მანქანა ვიყიდოთ ქალებო, იმიტომ რომ ჩემი არხის მაყურებელთა 90% არის მამაკაცი და ძირითადად მათ გამოადგებათ ეს რჩევა რა აჩუქონ თავის საყვარელ ქალს და რითი მიიღონ აი ეს განსაკუთრებული ემოციები, რაც მე მქონდა ზუსტად დასაწყისში. Toyota-მ CHR-ი გამოუშვა პირველად 2016 წელს. თან ახსენეთ ძირითადად რასაც წარადგენენ ხოლმე კონცეპტუალურ ავტომობილად კონცეფციას, რეალური მოდელი მას ძირითადად არ გავს ხოლმე. მაინც განსხვავებულია და ის უბრალოდ რაღაცა ასე ვთქვათ გრაფიკულ დიზაინში რჩება, მაგრამ ეს იყო
რომელიც როგორიც წარადგინეს ზუსტად ისეთი გამოუშვეს და ინსპირაცია იყო კრისტალი და მისი ფორმა მართლაც მოგაგონებთ კრისტალს. იმდენად პატარა, ლამაზ და წახნაგოვანია. ჩანაფიქრმა ნამდვილად გაამართლა. იმდენად კომპაქტური და იმდენად ლამაზი იყო, რომ ძალიან კარგად გაიყიდა მთელი მსოფლიოს მასშტაბით და მათ შორის საქართველოშიც. გამოშვებისთანავე ძალიან ბევრი CHR-ი გამოჩნდა უკვე ქალაქში და ალბათ გასაკვირი არც არის რატო. ეს არის ეკონომიური, კომპაქტური და ძალიან ლამაზი ავტომობილი. 2023 წელს უკვე მეორე თაობა წარადგინა CHR-მა. აი ის რაც ახლა ჩვენთან დგას ზუსტად, სხვა შორის 2023 წელს Toyota-მ ბევრ ავტომობილში შეიტანა ცვლილებები. მათ შორის არის Prius-ი და ასევე CHR-ი. და CHR და Prius-ი ერთმანეთს თავისი ფარებით გავს. ფარები შეიცვალა CHR-ში განსაკუთრებულად. არა მარტო ფარები, ვიზუალურადაც ახლა დავიწყებთ საუბარს, მაგაცაც ვისაუბრებთ, მაგრამ ფარები CHR-სა და Prius თითქმის ერთი და იგივე აქვს და შეიძლება ითქვას, რომ CHR-ი Prius-ის crossover-იც არის. აი მაგალითად, Yaris-საც ხო გავუკეთეს Yaris Cross-ი, Corolla-საც გავუკეთეს Corolla Cross-ი. ანუ აბსოლუტურად ყველა სედანი, ჰეტჩბექი, ნუ მოკლედ, არა მაღალი გამავლობის ავტომობილს შეუქმნეს შედარებით მაღალი გამავლობის ავტომობილი და მოდი შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის Prius-ის crossover-ი და ძალიან ლამაზია. დავიწყოთ ახლა ვიზუალით. ცხვირის ნაწილში ყველაზე დიდი ტრანსფორმაცია განიცადა CHR-მა, იმიტომ რომ რადიკალურად განსხვავდება. კი, საერთო ჯამში რო შეხედავ მანქანას, იგრძნობა რომ CHR-ია, მაგრამ გვერდითაც, უკანაც და წინიდანაც ძალიან ბევრი დეტალი შეიცვალა. მათ შორის არის ფარები, რაც წეგან ვახსენეთ Prius-ის მსგავსი არის თქო. წინა CHR-ში იყო ერთი მთლიანი ფარი, ესე დაგრძელებული, რომელიც წინიდან გვერდზე გადადიოდა, ეხლა არის რაღაცნაირი შეჭრილი კუთხე აქვს გაკეთებული და ორ ზოლად ჩამოვდის ფარი, რაც მე ვფიქრობ ძალიან ლამაზია, ძალიან ინოვაციურია, მომწონს ესეთ ცვლილებებს რო აკეთებენ ხოლმე მოდელებს შორის წლიდან წლამდე და ესეც ნამდვილად იგრძნობა, რომ არის მეორე თაობის CHR-ი. პირველი თაობის CHR-ის გადაღებული მაქვს ჯერ ძალიან დამწყები ახალშობილი იუთუბერი ვიყავი და მაშინაც ძალიან მომწონდა ის პირველი თაობის CHR-ი და ნაკუთებიანი ავტომობილი ვუწოდე. პირველად ეს ავტომობილი იყო, რომელსაც ნაკუთებიანი ავტომობილი ვუწოდე, იმიტომ რომ ძალიან გამოკვეთილი ფორმები ჰქონდა და აქაც არ აქვს დაკარგული ეს მეორე თაობაში CHR-ს. აი ეს გვერდით მთლიანად მოყვება ეს წვეტიანი ზოლი, ასე ვთქვათ, რომელიც აი აქ ისევ კვლავ სხვადასხვა ფორმებში გადადის და ძალიან ლამაზია, მაგრამ გვერდით ნაწილზე, რასაც დავუწუნებ CHR-ს გადაწყვეტილებაში არის ის, რომ ჩაგისვამთ ძველი წინა თაობის CHR-ს როგორც ჰქონდა, უკანა კარის სახელური. ეხლა ნახეთ, პირდაპირ კარში აი აქ არის ინტეგრირებული, მაგრამ მაშინ იყო ისე ლამაზად ჩამალული, ასე ვთქვათ, აი აქ რომ თუ არ იცოდი სათქონა კარის გასაღები, შეიძლება ეს ახლა ვიღაცისთვის დისკომფორტი იყოს, მაგრამ საერთო ჯამში ძალიან ლამაზურად ოსტატურად იყო დამალული, აი აქედან ხელი უნდა გამოყო. დეტალი გეგონებოდა უბრალოდ დიზაინის, მაგრამ რეალურად იყო კარის გასაღები და რაღაცნაირად ორკარიან მანქანასაც მოგაგონებდა და რეალურად 4-კარიანი ავტომობილი და ძალიან ლამაზი იყო. არ ვიცი რატო გადაწყვეტეს სავარაუდოდ ალბათ მომხმარებლების სურვილებზე დამოკიდებულებით გადაწყვეტეს ეს ყველაფერი და მათი ფიდბექებით და უკვე ძალიან თვალსაჩინო გახადეს ეს კარის გასაღები, მაგრამ მე პირადად ის ბევრად უფრო ძალიან მომწონდა. დანარჩენი ეს უკანა დახრილი სახურავი, რომელიც საბოლოო ჯამში აი ესე იკვრება, ასე ვთქვათ, უკანა ნაწილი და სახურავი ესე იკვრება, ეს აქვს შენარჩუნებული და ძალიან ლამაზი და ძალიან მომწონს. დანარჩენი ეს დახრილი სახურავი, რომელიც უკანა ნაწილს ესე ემთხვა, ესე შუაში ხვდებია რაღაცნაირად ესე დაწყვეტებულ წვეტიან ნაწილს ქმნიან, ძალიან ლამაზია და ძალიან მომწონს, ეგ შენარჩუნებული აქვს ნამდვილად. უკანა მხარეს რაც შეეხება. უკანა მხარეს შეცვლილი აქვთ, ასე თუ ისე შენარჩუნებული აქვს პირველი თაობის ვიზუალი, მაგრამ მაინც ვიტყოდი, რომ პირველი თაობის უკანა ფარები, მაშუკები, სტოპები ბევრად უფრო ლამაზი იყო, რაღაცნაირად იყო გამოწეული, ცალ-ცალკე იყო განთავსებული და ეხლა ერთი მთლიანობა აქვს შეკრული უკვე და ცუდი არ არის, მაგრამ პირველი თაობის მე პირადად ბევრად მერჩივნა, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ გადაწყვეტა Toyota-მ CHR-ი მეორე თაობაში უკვე მაინც შეძლებს დაგვართ რადიკალურად სხვანაირი წარმოიჩინოთ, ალბათ ამიტომაც გადაწყვეტეს, რომ როგორც წინა და გვერდითი ნაწილი, უკანა ნაწილიც მთლიანად შეეცვალოთ. გამომდინარე იქიდან, რომ ამ ავტომობილს განვიხილავთ როგორც ქალის ავტომობილს და იმედია მამაკაცებს არ გეწყინებათ, ახლა ვიცი მინახავს კაცებსაც ყავთ ეს ავტომობილი და ისე არ მინდა მიიღოთ, რომ თითქოს აი კაც არ შეიძლება რომ ყავდეს. ეს არის უბრალოდ გემოვნების თემა. უბრალოდ იმდენად არის ეს ავტომობილი გავრცელებული ქალებში და იმდენად იშვიათია, რომ ეს მამაკაცმა შეიძინოს, რომ ავტომატურად
ჩამოყალიბდა, რომ ეს არის ქალის ავტომობილი. მოდი ამის ყველა დეტალი განვიხილოთ ქალზე მორგებული, იმიტომ რომ ქალებსაც და მამაკაცებსაც განსხვავებული საჭიროებები აქვთ, როდესაც ავტომობილები ყავთ. მაგალითად, ქალებს გაცილებით დიდი საბარგული ჭირდებათ ხოლმე. მით უმეტეს თუ ბავშვები ყავთ და ხშირად ბავშვებთან ერთად გადაადგილდებიან ხოლმე. ეხლა გავხსნათ ამისი საბარგული და ვნახოთ როგორი სივრცეა. ღილაკზე ერთ თითის დაჭერით თვითონ იხსნება, რაც ძალიან კარგია. საბარგულს რაც შეეხება, ეხლა ამას ღრმა საბარგული ვერ ექნება, იმიტომ რომ არის ჰიბრიდი, შესაბამისად დაბლა განთავსებული არის ელემენტები. ეს პატარაზე რომ ხატოთ და ჩამივარდრა. სათადარიგო საბურავი მაინც არის განთავსებული და აქ ძალიან პატარა სივრცეა, მოდი ჩაგახედავთ, სადაც ეგრეთ წოდებული დანგრატიდებს თუ არ ვწდები და რაღაც ხელსაწყოებს შეინახავთ. დანარჩენი მეტი საბარგული ვერ დაღმავდება. თუმცა კარგია რაღაც დამატებითი სივრცე მაინც რომ არის. აი ამას თუ მოვხსნით, შედარებით დიდი სივრცე გაჩნდება. კი თუ მაგალითად აქ ცოტა ბევრი შემოძნების დალაგება გვიწევს, მით უმეტეს თუ ბავშვები ყავთ და ბავშვები უნდა გადაადგილოს ამის მფლობელმა ქალბატონმა, შედარებით ბევრი ბარგი ექნება, შესაბამისად ამის მოხსნით ვფიქრობ, რომ სივრცე გაჩნდება. თუმცა რა თქმა უნდა, ეხლა ამით მთელი ოჯახის ბარგის წაღება ცოტა გართულდება, იმიტომ რომ ამისთვის შედარებით დიდი საბარგულია საჭირო, თან გააჩნია ოჯახიც რამხელა არის. ყოველ შემთხვევაში ქალისთვის, რომელსაც თქვათ, ორი შვილი ყავს. მე მგონი სრულიად საკმარისია. და ალბათ საოჯახო მოგზაურობაში უფრო მამაკაცის უფრო დიდი ავტომობილი წავი, მაგალითად Toyota-ს თუ საუბრობთ Highlander-ით ან Toyota Prado-ით. მოვთავსდეთ ახლა უკანა სავარძელზე და გეტყვით, როგორია აქ ჯდომა გზავრის ამპლუაში. ზოგადად CHR-ის უკანა სავარძელზე არსებობს ესეთი გავრცელებული თქმულება არა, უფრო ცნობა, ასე ვთქვათ რა, წარმოიდგინა, რომ უკანა სავარძელი არის ძალიან არაკომფორტული, ძალიან პატარა, ზრდასრული ადამიანისთვის საკმაოდ რთულად სამგზავრო. ეხლა მე გეტყვით, როგორი შეგრძნება. გარედან რო უყურებ ავტომობილს, გონია რომ ჭერი იმდენად დაბალია, რომ უკარო ჩაჯდები, თავზე უნდა გეტოს ჭერი და მუკუზური უნდა იჯდე. ეგრე არ არის. ჭერი საკმაოდ მაღალია უკანაც, დაახლოებით ზუსტად იგივე სიმაღლის არის, რაც წინ. ჩემზე მაღალი ადამიანიც თავისუფლად დაჯდება, თუ რა თქმა უნდა ძალიან მაღალი არ არის. და რაც შეეხება წინა სავარძელს შორის სივრცესაც, აქაც ნორმალური სივრცე მაქვს, ანუ ჩემზე გრძელ ფეხებიც მოთავსდება. თან გააჩნია ახლა წინ რამხელა ძღოლისთვის. ყოველ შემთხვევაში ჩემი გაბარიტების ადამიანი თუ უზის საჭესთან და უკანაც ძალიან კარგად იმგზავრებენ. აქ პრობლემა არის სხვა რაღაც. პრობლემა არის ძალიან პატარა ფანჯარა. აი ეს ჩარჩო ჩემი მხარე სადაც არის, იმაზე კიდევ ბევრად მაღალი არის. შესაბამისად, აი კუპე ავტომობილში რომ ზიხარ ორკარიანში და უკან ძალიან პატარა ფანჯარა კლაუსტროფობია რო ეწყებათ, დაახლოებით იგივე შეგრძნება იქნებათ აქაც მაგ ადამიანებს. მაგრამ მეორეს მხრივ, თუ თქვენ ყავთ ბავშვები, ანუ იმ ქალბატონს, რომელიც მართავს ამ ავტომობილს, ყავს ბავშვები, მე ვფიქრობ, ეს ფანჯარა საკმაოდ უსაფრთხოც არის, იმიტომ რომ ჩვეულებრივ ოთხკარიან ავტომობილში ფანჯარა რამ სიმაღლეზე არის, ხო? საკმაოდ დაბლა არის, დაბლიდან იწყება, შესაბამისად ბავშვმა რომ ჩამოწიოს და გადაეკიდოს, მაგის საშიშროება არსებობს, ამიტომ ცენტრალურად კეტავენ ხოლმე ძირითადად ფანჯრებს. მაგრამ იქნებ შენ გინდა რომ ფანჯარა ჩამოწეულმა იმგზავროს და ეს ბავშვი გაგრილდეს და კონდიციონერი ჩართო არ გინდა, ხო? ასეთ შემთხვევაში ეს გადაწყვეტილება რაღაც თვალსაზრისით გამართლებულია და ბავშვებზე კარგად მორგებული. თუ რა თქმა უნდა ბავშვიანი არის მძღოლი. თუ არა და ვინც ახლა უკან იჯდება, არც ეგეთი გაუსაძლისი არ არის. ახლა ჩემი აზრით თუ ცოტა ისეთი წიკები არ გაწუხებს, ჩემს მეგობარს აქვს მაგალითად ეგრე, რომ ჩემ მანქანაში, ჩემს მეორე სერიაში უკარო ჯდება, მომაკვდავია ხოლმე და შესაბამისად ყოველთვის წინ ზის, იმიტომ რომ არ შეუძლია გაძლება, მაგრამ ისე ყოველ შემთხვევაში გაუსაძლისი არაფერი არ არის. ამ მანქანის კომპლექტაციას რაც შეეხება, საშუალო კომპლექტაცია ნაჭრის სალონით წარმოდგენილი, რა თქმა უნდა კომპლექტაციებში განსხვავებაც არის და შეგიძლიათ ყავის სალონით შეიძინოთ. აქაც შესაბამისად განთავსებული არის ერთადერთი ჭიქის ჩასადებებია ორივე მხარეს განთავსებული, დანარჩენი არაფერი უბრალოდ Type-C პორტი არის, სადაც შეგიძლიათ ტელეფონი დატანოთ. კლიმატ კონტროლს თქვენ ვერ მართავთ, ანუ მგზავრი მაგას ვერ გააკეთებს. თუმცა იქ პრობლემა არ არის ზოგადად ესეთი ტიპის და ესეთი კლასის ავტომობილში. ეხლა რაც შეეხება წინა მხარეს,
მძღოლის ადგილს განვიხილოთ როგორია, რამდენად კარგად არის მორგებული მძღოლზე, რამდენად კომფორტული და ლამაზი არის. პირველი იმით დავიწყებ, რომ არის ძალიან მინიმალისტური. აი, იმდენად მინიმალისტურად არის წარმოდგენილი ღილაკები და რაღაცა დანამატები, რომ ცოტა არ ველოდი სიმართლე რომ გითხრათ ახალ ავტომობილში, მაგრამ ალბათ რატომღაც ესე გადაწყვიტეს Toyota-მ და დიზაინერებმა. ერთი რასაც აღვნიშნავ პირველ რიგში, რომ ჩავჯექი ამ მანქანაში რა ისიც მქონდა შეგრძნება, წინ ეგრეთ წოდებული ტორპედო აქვს იმხელა სივრცე არის დატოვებული ჩემსა და საქარე მინას შორის, რომ არ ვიცი, აი სუფრა გაიშლება ფაქტობრივად იმხელა ადგილია და არ ვიცი რატო გადაწყვიტეს ესე ამხელა სივრცის დატოვება, რატო იყო საჭირო, მაგრამ სათავსოდაც ვერ გამოიყენებ, კაი ხელს მოინაცვლებ რაღაცას დადებ, მაგრამ ცოტა ისეთია რა. არაკომფორტულია, ეს მგონია მე სადღაც ძალიან შორს ვარ და საქარე მინა ძალიან სადღაც სხვაგან არის. მაგრამ თვალთახედვის არეალი მაინც ასე თუ ისე ნორმალურია. ეხლა რომ წავალთ და ვივლით, უფრო კარგად დავაკვირდები მაგ ყველაფერს. ერთ-ერთი აი ეს ჩარჩო ასე ვთქვათ, რაც ყველა ავტომობილში და პრიუსში განსაკუთრებით, ალბათ ვისაც პრიუსი გიმართავთ, ყველას გაქვთ ეგ პრობლემა, რომ ეს ძალიან ფარავს ასე ვთქვათ გარკვეულ ზონებს და ცოტა არაკომფორტულია. Toyota Camry-ში მაგ სხვათა შორის TRD რომ გადავიღეთ, იქ იყო ძალიან კარგად ეს ყველაფერი მოგვარებული, იმდენად მინიმალური იყო ბრმა ზონები, რომ ყველაფერი ძალიან კარგად ჩანდა, მაგრამ აქ ცოტა ისეთი სივიწროვის შეგრძნება მიჩნდება. რაც შეეხება ეკრანსთან გავაქტიურებ ავტომობილს, კიდევ რა არ მომეწონა ამებს, მოდი თან გადაგზა გეტყვით რა, მარტო შესაძლებიც არ არის ახლა ეს ავტომობილი კი ძალიან ლამაზია, ძალიან კომპაქტურია, ეკონომიურია, მაგრამ თავისი მინუსებიც აქვს, რა თქმა უნდა, ეკრანი. ეხლა ნახეთ, ეკრანის ჩარჩო არის რამხელა, სანამ მანქანა ჩაირთვება და დაიქოქება, მანამდე შეგრძნება გაქვს, რომ მთლიანად ეკრანია. მაგრამ კარგი, მე ეს ჩარჩო ასე ვთქვათ გაძლევს იმის შეგრძნებას და პროგნოზს, რომ თლად ამხელა ეკრანი არ არის, აი აქ სადღაც მთავრდება, ხო? და კაი, მგონია რომ ეს მთლიანად ეკრანია, მაგრამ რო ირთვება, არც ეს არ არის ეკრანი, აი ძალიან პატარა ეკრანი არის ინტეგრირებული და არ ვიცი ეს რატო, ალბათ უფრო იმიტომ რომ თანხა დაეზოგათ და ბიუჯეტური ვარიანტი გაეკეთებინათ. ამის უფრო მაღალ კომპლექტაციაში შესაძლოა უფრო დიდი ეკრანი იყოს, არ ვიცი, მე არ მინახავს ამის უფრო მაღალი კომპლექტაცია, თუმცა ამ შემთხვევაში ეკრანი გვაქვს ძალიან პატარა. თუმცა ღილაკები არის ძალიან მინიმალური რაოდენობით, მხოლოდ კლიმატის კონტროლი შეგიძლიათ. ღილაკების დახმარებით დანარჩენი აბსოლუტურად ყველაფერი არის გაციფრულებული და ყველაფერი ეკრანზე გადატანილი. შიფტერი აქ კიდევ ძალიან უცნაური, სხვათა შორის იმასაც ვიტყვი, რომ როდესაც პირველად ჩაჯდებით ამ ავტომობილში, ცოტა ადაპტირებისთვის დრო დაგჭირდებათ. აი მაგალითად მე რომ ჩავჯექი რაღაცა რამდენიმე წამი, რაც ძირითად შემთხვევაში მანქანებში არ მჭირდება ხოლმე და არ ხდება, ამ შემთხვევაში მოხდა და ესე იგი ეს მანქანა არის ეგეთი, ცოტა გარკვევა გჭირდება, რომ სად რა როგორ რაღაცნაირად აი მაგალითად შიფტერზე იყო ესეთი პრობლემა. ეს შიფტერი, აი ვაჯერ მუხრუჭს წევ. გონია რომ პირდაპირ უნდა გადავიდეს და ჩავარდეს D-ში, ან წინ წევ და უნდა გადავიდეს და ჩავარდეს R-ში. არა. თურმე ეს უნდა გადაწიო გვერდზე და მერე გადმოწიო და ჩააგდო D-ში, რაც არ იცი თუ როგორ არის იცი აი პრიუსში რომ არის ხო იცი ოღონდ იქ ისე არის თვითონ დიზაინი გაკეთებული რომ პირდაპირ გეუბნება რომ ეს გვერდზეა გასაწევი და მე შეგიძლია დაბლა ჩამოწიო მაგრამ აქ ეგრე არ არის და შესაბამისად ცოტა ისა რამდენიმე 1-3-4 ჯერ გადმოვწიო და ვერ ხვდებოდი ანუ რა უნდა და რატო ვერ ვარდებოდა D-ში და მე კარგად დავაკვირდი და აი აქ ძალიან პატარაზე გამადიდებელი თუ დააკვირდებით დახატულია რომ ეს თურმე გვერდზე უნდა გაწიო და მე უნდა ჩამოწიო რომ D-ში ჩავარდეს და ცოტა ის არის. აქ არის ორი ჭიქის ჩასადები და პატარა სივრცე, სადაც ტელეფონს დადებთ და ტელეფონთან კიდევ სხვა რაღაცებსაც ასევე ხელის მოსანაცვლებლად საკმაოდ კომფორტული არის და პატარა ბარია, რომელიც საკმაოდ ღრმა არის და თან ზემოდან აი ესეთი პატარა ჯამი არის. ჩამაგრებული, სადაც შეგიძლიათ ესეთ წრუწრული ნივთები, რაც ძირითადად ხშირად გჭირდებათ ხოლმე, ისინი განათავსოთ და მთლად სიღრმეში არ ეძებოთ, სადაც ამბებ რაღაცას ვეჩაყრეთ, მე დომხალი იქმნება და ძებნე გიწევთ. საჭე ნორმალური წინა CHR-ისგან დიდად არ განსხვავდება, ისევ იგივე არის დატოვებული, ბიუჯეტურობა ამასაც ეტყობა. ნაკვთებიანი ავტომობილი ხომ ვუწოდეთ ამას და გარდა გარე ვიზუალისა, შიგნით ინტერიერშიც გადმოტანილი აქვს ეს ხელწერა. აი ეს არის ძალიან ლამაზი, ხა ნახეთ, კარს რო გავაღებ. აქ ნახეთ როგორი ესეთი წვეტი აქვს, რომელიც ესე რომ მოხურავ.
ჯდება ეს ტორპედოს ნაწილში. ტორპედოს გაგრძელება არის პირდაპირ და ეს ხუთშორის პერფექციონისტებს ძალიან გესიამოვნება თუ რაღაცები ერთმანეთში მთელი სიზუსტით რო ჯდება ხოლმე, ესეც ნახეთ, ესე ჯდება და ერთ თლიანობას ქმნის და ლამაზია, მომწონს. სანამ დავიძრობით, მანამდე ლიტრის სურნელი დავკიდოთ მანქანაში. ეს არის პინაკოლადას სურნელი, რაც არის ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი ამერიკის დროშის შემდეგ. და ფიქრობ, ყველას ძალიან მოგეწონება, თვისაც ასე თუ ისე ტკბილი კევები გიყვართ. ეს მანქანა გახლავთ ჰიბრიდი, მაგრამ CHR-მა მეორე თაობაში გამოუშვა ასევე plug-in ჰიბრიდი, რაც ნიშნავს დატენვად ჰიბრიდს, ანუ ელემენტიც აქვს, რომელსაც დამუხტავთ დენის წყაროში და შემდეგ უკვე შერეული იმით არის ენერგიებით, ასე ვთქვათ, ანუ საწვავსაც იყენებს ჰიბრიდულ სისტემას და ასევე ელექტროსისტემასაც და აქედან გამომდინარე წვა აქვს იმდენად ცოტა, აი გეტყვით წვას ჰიბრიდის შემთხვევაში მისი საშუალო წვა არის დაახლოებით 6 ლიტრი 100 კილომეტრზე. რაც ვფიქრობ, რომ crossover-ისთვის ძალიან კარგია. მაგრამ როდესაც წავიკითხე, რამდენი ქონდა წვა plug-in ჰიბრიდს, ცოტა დაუჯერებელი არის ჩემთვის, იმიტომ რომ 353 MPG-ით არის ხოლმე მოხსენიებული. 353 MPG ეწერა და 353 MPG რომ ლიტრში გადაიყვანოთ 0.6 და რაღაცა გამოვიდა. ანუ 1 ლიტრიც არა. არ ვიცი ახლა რეალობაში ეს რამდენად ასეა, ზოგადად რაც უწერია ხოლმე ძირითადად იმაზე შედარებით მეც წოვს ხოლმე, მაგრამ კარგი ავიღოთ 2 litrით მეტი, ანუ 3 litrას რომ წოვდეს, წარმოიდგინეთ 2-3 litrას რომ გიწვოთ 100 კილომეტრზე, ანუ რამდენად დიდი კომფორტია ხარჯის თვალსაზრისით, ანუ ფაქტობრივად საწვავის აუზს რომ გავავსებთ, დაგავიწყდებათ საერთოდ ბოლოს როდის ჩასხით მასში საწვავი და ეგ ძალიან მაგარია. მაჩვენებელთა დაფაზე, ახლა მაგალითად წინ უყურებ, გამოტანილი არის ძალიან კომფორტულად ის ნიშნული, როდის დადის ელემენტით, როდის დადის ეკორეჟიმით და როდის უკვე მთლიანად იყენებს თავის სიმძლავრეს, ანუ ჯერ არის როგორც ეგრეთ წოდებული ტახომეტრი ის არის გადადის ხოლმე, აი ზუსტად ესე გადადის ამ შემთხვევაში და ეს ძალიან მარტივად შეგიძლიათ აკონტროლოთ, როდის მიდიხართ მაგალითად თქვენი ენერგიით და როდის წვავთ უკვე საწვავს და უფრო დაგეხმარებათ ეს ყველაფერი იმაში, რომ საწვავის ხარჯი შეიმციროთ. რაც შეეხება მოუდებს, რამდენიმე მოუდი აქვს ზოგადად ახალ ავტომობილებში, მე მგონი თითქმის ყველაში არის წარმოდგენილი, ეს გახლავთ ეკო, ნორმალი, სპორტი და თქვენზე ქასტომიანი, თქვენზე მორგებული, სადაც უკვე თქვენ თვითონ ირჩევთ ოფციებს, რომელი ნაწილი როგორ იყოს მორგებული. ხა სპორტზე, ამ ავტომობილზე სპორტ რეჟიმი არ მგონია რაღაცა ძალიან ის განსაკუთრებულ შედეგებს გვაძლევდეს, ალბათ უფრო შედარებით დიდი აჩქარება ექნება და უფრო მეტ საწვავს მოიხმარს, მაგრამ ახლა ამ მანქანას სპორტული რეჟიმისთვის არავინ არ ყიდულობს და ძალიან მეეჭვება სპორტ რეჟიმით იაროს ამ ავტომობილით იმ ადამიანმა, ვინც ამას შეიძენს. უფრო აირჩევენ ალბათ ეკო რეჟიმს ან ნორმალურ, სადაც უკვე სტანდარტული მართვის სტილი აქვს, ასე ვთქვათ, ამ ავტომობილს ის, რაც უნდა ჰქონდეს ამ კლასის მანქანა. ეს მანქანა არის ახალი ცენტრის ავტომობილი გახლავთ, რადგან ეს კონკრეტული ყავს ჩვენ ახლა გადაღებაზე, ამის ფასს გეტყვით, ცენტრში ამ ავტომობილის ღირებულება კომპლექტაციიდან გამომდინარე იწყება 69000 ლარიდან, როგორც ვნახე, ანუ 69000 ლარი არის დაახლოებით $25000. $25000 ახალი ავტომობილისთვის, რომელსაც ახალს ყიდულობ და თან გარანტიაზე ყავს, მე მგონი ძალიან ბევრი არ არის. ახლა არ მინდა რაღაცა ცენტრის რეკლამა გამომივიდეს, იმიტომ რომ ეს მანქანა ცენტრიდან არ წამოგუყვანია. კონკრეტულმა ადამიანმა გვათხოვა, მაგრამ მაინც თქვენ როგორც მაყურებელს ინფორმაცია უნდა გქონდეთ და წარმოდგენა გქონდეთ მეორადის და ახლის შემთხვევაში რა ფასები არის ახლა ახალი ავტომობილი $25000 დღესდღეობით, როდესაც უკვე ყველაფრის ფასი ის იქნება უძრავით მოძრავი ქონება ძალიან ასტრალში არის გასული, ძალიან მაგარია. მეორადის ფასი ამისი სამწუხაროდ მე ვერ ვნახე, იმიტომ რომ ქართულ ბაზარზე რომ მოვიკვლიე, არავის არ ედო გასაყიდად, ერთადერთი ვნახე მარტო რომელსაც $20000 ქონდა ფასი, მაგრამ 25 თუ ცენტრში რა თქმა უნდა 20000 მეორადში არ მივცემ.
სიმართლე გითხრათ ამერიკის ბაზარზე არ მიძებნია როგორი ფასები აქვს. ისე სხვა შორის აზიაში CHR-მა მეორე, და Toyota-მ CHR-ის წარმოება მეორე თაობიდან აზიაში შეწყვიტა. არ ვიცი ეს ინფორმაცია რამეს თუ მოგცემთ, მაგრამ მაინც რო იცოდეთ, თურქეთის ქარხანაში იწყობა უკვე Toyota-s თურქეთის ქარხანაში იწყობა და აზიაში ჩაანაცვლა ეს მანქანა უკვე Yaris Cross-მა და Corolla Cross-მა. რატო ამოაგდეს ეს მანქანა არ ვიცი. Yaris Cross-ი ამაზე დაბალი კომპლექტაცია არის, თუმცა ისიც საკმაოდ ლამაზი ავტომობილი და Corolla Cross-ი არის უფრო ამაზე მაღალი კლასის, სადღაც RAV4-სა და CHR-ს შორის დგას და ეგეც გადავიღოთ აუცილებლად თუ ვინმე გყავთ, შეგიძლიათ შემოგთავაზოთ და გადავიღოთ, იმიტომ რომ ეგ სრულიად ახალი არის, თუ არ ვცდები 2 წლის წინ გამოუშვა Toyota-მ და საკმაოდ საინტერესოა, როგორი არის Corolla-ს SUV-ებული, გაქროსოვერებული ვარიანტი. მართვას რაც შეეხება, ეხლა მართვაში როგორი არის, ჩუმია, რა თქმა უნდა, როდესაც ჩვეულებრივ გზაზე მიდიხარენ დაღმართზე, მაგრამ აღმართზე იმ ხელას ღმუის რომ აი მართლა შევწუხდი და ეგ ცოტა დისკომფორტს მიქმნის, იმიტომ რომ მანქანა რო ეგეთხმებს გამოსცემს, სულ მგონია რომ რაღაცა აწუხებს და ცოტა არასასიამოვნო არის. მაგრამ ნუ ეხლა ჰიბრიდებს ეგ ახასიათებს პრიუსი, ვისაც ყოლიათ და გიტარებიათ, ალბათ თქვენთვის უცხო არ იქნება როგორც ჩემთვის ეგ ყველაფერი და მოკლედ ეგ ყველაფერი ძალიან არ მომწონს რა, ჩემს ტურბინიან მანქანას არ აქვს, მაგ ხელახმა რამ ხელახმასაც ეს გამოსცემს, როდესაც აღმართზე აძლევ ძალას და ნუ რა თქმა უნდა, ეხლა ისეთი გაწევაც არ აქვს, იმიტომ რომ საკმაოდ პატარა ძრავი აქვს. თუმცა კომფორტული მანქანა, ეხლა დიდად დისკომფორტს უგრძნობ მეთქი რაღაც ამორტიზაციის თვალსაზრისთან ასე შემდეგ, არა, მანევრით საკმაოდ ნორმალური აქვს, ეხლა საკმაოდ მხოლ გზებზე დავდივართ და კარგია. თან ის არის, რომ წინა თაობასთან შედარებით ტექნოლოგიები უფრო გაუმჯობესეს, აი მაგალითად საცობში აქვს ხელის გარეშე მართვის ფუნქცია ამ ავტომობილს. აი მაგალითად საცობში თუ გახართ ამ ფუნქციას თუ გააქტიურებთ, აღარ გჭირდებათ თქვენ მართოთ, ასე ვთქვათ, როდის მიიწიოთ ან ასე შემდეგ, დისტანციას იჭერს წინა ავტომობილთან და უკვე თავისით ახდენს ამ ყველაფერს რა, თვითონ გადადის და ასევე აქვს დისტანციური პარკირება. აი თქვენ შეგიძლიათ გადმოხვიდეთ და ისე დაპარკინგდეს მანქანა და ასე შემდეგ. კიდევ რამდენიმე ასეთი ფუნქცია, რომელსაც რა ვიცი, ყოველდღიურ ცხოვრებაში მირამდე მოიყავს, ახლა დისტანციურად მე მაგალითად მანქანას არასოდეს არ დავაპარკინგებ, იმიტომ რომ ვერასოდეს ვერ ვენდობი, რამდენადაც კარგად არ უნდა იყოს დაპროგრამებული, ვერასოდეს ვერ ვენდობი, რომ მე გადმოვიდე და სადღაც ან ჩემი ხელის შეხების გარეშე მანქანამ თავისი თავი დაიპარკინგოს. ნუ საცობში იმას მაინც ასე თუ ისე შეიძლება კი, მაგრამ მაინც დაძაბული ვიქნები, რომ ახლოს არ მივიდეს და ფეხი გამზადებული მექნება მუხრუჭზე. მოკლედ ეს არის, მე ვფიქრობ, რომ ქალისთვის ძალიან საყვარელი და კუსკუსელა მანქანაა. თავისი ვიზუალიდან გამომდინარეც, ზომიდან გამომდინარეც, არ არის ძალიან დიდი, შესაბამისად მისი გაბარიტების აღქმა ძალიან მარტივია, ქალაქში სამართავად ძალიან კომფორტული იქნება და საპარკინგებლადაც საკმაოდ კომფორტული იქნება. მით უმეტეს ახალბედა მძღოლი თუ არის, პარკინგი თავიდან ცოტა პრობლემაა ხოლმე, სანამ ადამიანი კარგად მიეჩვევი პრაქტიკაში. ამიტომ მე რომ ვიყო ეხლა ამ მანქანის ტიპი, მე არ ვარ მანქანის ტიპი. ჯერჯერობით ალბათ მე ბავშვები რომ ეყოლება და ცოტა ასაკში რომ შევა, მე შესაძლებელია მეც შევეცე რომ ამაზე არჩევანი, თორე ისე ძალიან კარგი ვარიანტია იმ ადამიანისთვის, ვისაც უნდა რომ ყავდეს. ახლა მე მაგალითად crossover-ი საერთოდ არ მინდა რომ ყავდეს. მაღალი გამავლობის თუ რამე მეყოლება, ალბათ ძალიან დიდი მანქანა უნდა მყავდეს, რომელსაც მართლა მაღალი გამავლობა აქვს და ვისაც აი crossover-ის ტიპი უნდა, იმისათვის ძალიან კარგი არჩევანია, თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ ლამაზიც არის, ეკონომიურიც არის და თან Toyota ახლა ყველამ კარგად ვიცით, როგორ არის გავრცელებული, რომ ძალიან ისეთია გამძლე ავტომობილია და არ დაგუტანჯავს სერვისებით. ამ ავტომობილს ყავს როგორც წინაწამყვანი, ასევე 4/4-ზე, თუმცა ჩემი რჩევა და რჩევანი ყოველთვის იქნება ის, რომ ნებისმიერი crossover-ი ვიყიდო 4/4-ზე, იქიდან გამომდინარე, რომ მარტო ქალაქში კი არ უმართო, არამედ როდესაც ქალაქგარეთ მომინდება წასვლა, არასდროს არ მქონდეს იმის ფიქრი, რომ ეხლა მე ამ მანქანით სადმე მოვახერხებ თუ არა მისვლას, იმიტომ რომ წინაწამყვანი სედანის არის ჩვეულებრივი და ეხლა crossover-ის თუ წინაწამყვანი ყავს, გამოდის, რომ იგივე სედანია, ოღონდ დიდი ზომებით რა და არ ჯობია მყავდეს 4/4-ზე და ბარემ მყავდეს ისეთი ავტომობილი, რომელიც ქალაქშიც ადაპტირებული იქნება და ქალაქგარეთაც ძალიან კარგად ვიმგზავრებ.
ეს არის ერთ-ერთი ავტომობილი, მოკლედ რუბრიკიდან რა ვაჩუქოთ ქალს, Toyota CHR-ი. აი, ბევრჯერ გაგჩენიათ ალბათ კითხვა და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ კიდევ ძალიან ბევრჯერ გაგიჩნდებათ ეს კითხვა, რა ვაჩუქოთ ჩემს საყვარელ ქალსო, ან შვილს, ან მეუღლეს, ან შეყვარებულს, ან დას, არ ვიცი, არ აქვს მნიშვნელობა, ვისი გახარებაც გინდათ და იმ ემოციების გამოწვევა, რა ემოციების მსგავსიც მე მქონდა დასაწყისში. აჩუქეთ ესეთი ავტომობილი. კიდევ ბევრ ავტომობილს შემოგთავაზებთ ამ რუბრიკიდან, რაც ვფიქრობ, რომ ძალიან დაგეხმარებათ მამაკაცებო. თან რა არის იცი, მოდი ახლა ერთი სიმართლე ვთქვათ. ან რატო უნდა აჩუქოთ ახლა ეს მანქანა, რამდენიმე მიზეზს გეტყვით. ახლა ერთი სიმართლე რომ ვთქვათ, გოგოებს გვეზარება მანქანის მოვლა. მეც გოგო ვარ და ალბათ სხვა გოგოებსაც არ ეწყინებთ. რა თქმა უნდა, ხა არსებობენ გამონაკლისები, რომლებიც მანქანას ისე უვლიან როგორც ბიჭები. ხა ბიჭებს განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვთ ხოლმე თავიანთი ავტომობილების მიმართ, აი რომ განენ და ტილოთი რო აპრიალებენ, აი სახლში რო ვერაფერს ვერ გააკეთებინებ, მაგრამ მანქანას მიაკუდებიან ზედ. აი ეგეთი და გოგოებს ეგეთ დამოკიდებულება ძირითად შემთხვევაში არ გვაქვს ხოლმე. რაღაც სერვისებს მივაყურადებთ ხოლმე, რაღაცა გასაკეთებელია, არ ვაქცევთ ყურადღებას, მაგრამ თუ მაინც და მაინც გასაკეთებელია, რას ვაკეთებთ? ველოდებით მაინც მამაკაცებს, მამას, ძმას, შეყვარებულს, მეგობარს, ქმარს, რომ ჩვენი მანქანა წაიყვანოს სერვისში და გაუკეთოს. აი, მიუხედავად იმისა, რომ მე ამ სფეროში ვარ, მანქანებში, ესე ძალიან მიყვარს სერვისში სიარულიც, კეთებაც, ჩემი M6-ის ძრავში თავით ვარ ჩაყირავებული და ყველაფერს მე თვითონ ვაკეთებ, ნაწილებზე მე დავდივარ, სერვისს ვესწრები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მეც მაქვს ეგეთი მომენტები, რომ აი მაგალითად, ვაიმე, ჩემ მანქანას ფარი დაეწვა, ნატურა, რა გავაკეთო და იქნებ ჩემი ძმამ წაიყვანოს, იქნებ ჩემი მეგობარი დამეხმაროს. აი ეგეთი რაღაცეები რა და იქიდან გამომდინარე, რომ თქვენივე ნაჩუქერს აჩუქართ, თქვენი თავშესახლელი არ გახდეს, ამიტომ უნდა აჩუქოთ ისეთი მანქანა, რომლებიც გასვენებთ სერვისებისგან და Toyota-ს სწორედ ეგ სახელი აქვს, რომ სერვისებისგან გასვენებს და არაფრით დიდად არ გაწუხებს. აი აჩუქეთ ისეთი მანქანა, რომელსაც მაქსიმუმ დაჭირდეს პერიოდულად გარკვეულ კილომეტრებს რომ გაივლის ერთი შეცვლა. რასაც გოგოები ძალიან მარტივად მოახერხებენ. აი მაგალითად მივლენ გეზმოტორსის ვარკეთილის ფილიალში, რომელსაც აქვს იდეალური მოსაცდელი სივრცე. მის მანქანას თვითონვე თანამშრომლები შეიყვანენ, შეუცვლიან ზედ ჩაუტარებენ ყველანაირ სერვისს, თვითონ დაჯდება მოსაცდელში, მიირთმევს ყავას და დაელოდება ძალიან კომფორტულ გარემოში ყველანაირი წვალების გარეშე. ფასებს რაც შეეხება, მე ცენტრის ფასი გითხარით უკვე, ეს მეორე თაობა შედარებით ახალია, შესაბამისად მეორადების ღირებულება თლად ესე კარგად არ მაქვს შესწავლილი, იმიტომ რომ ქართულ ბაზარზე ესეთი ხშირი არ არის ის მეორადი, მაგრამ აი პირველი თაობა ძალიან ბევრია უკვე მეორადი გამოსული ამერიკიდან ჩამოტანილი, ამიტომ შეგიძლიათ კომპანია Trust Imports და უკავშირდეთ და ჩამოგიყვანთ ძალიან კარგ CHR-ს, ძალიან კარგ მანქანას. პირველი თაობის ფასები, აი როგორ მერყეობს იცი, ქართულ ბაზარზე ეხლა რაც იყიდება დაახლოებით 11-დან 14-ის ფარგლებში. და 11,000 დოლარი ეხლა ესეთ ავტომობილში მე ვფიქრობ ძვირი არ არის, იმიტომ რომ თან ამ ავტომობილს რა აქვს იცით პლუსი, რომ იმაზე ბევრად ძვირიანი ჩანს და იმაზე ძვირფასი, ვიდრე რეალურად არის. 11,000 დოლარი კი ღირს, მაგრამ გამოიყურება როგორც ახალი თაობის ინოვაციური ვიზუალის მქონე ავტომობილი და ეს ყოველთვის ძალიან მომგებიანია ხოლმე, როდესაც შეგიძლია ბიუჯეტურ ფასად შეიძინო ბევრად უფრო მაღალფასიანი ვიზუალის მქონე ავტომობილი. მე იმ 50 ლიტრ საწვავს თუ მოიგებს თქვენი ქალბატონი, რომელიც ჩემ არხზე თამაშდება, სოკარი ათამაშებს 50 ლიტრს რომ ჩაასხავს და ბაქს რომ გავსებს, იმდენი ხანი ივლის რომ, რა ვიცი, დავიწყდება ალბათ ბოლოს როდის ჩაასხა, იმდენად ცოტა სწვავს ჰიბრიდული ან დატენვადი ჰიბრიდი მით უმეტეს. და რაც მთავარია, ლითლთრის სურნელოვანი არომატიზატორი არ უნდა დავიწყდეს სალონში. მოკლედ ეს არის. ძალიან დიდი მადლობა ყურებისთვის. დაწერეთ კომენტარი, მომგებიანი კომენტარია ყველა მე დაგავიწყდეთ და თქვით, თქვენ რას ფიქრობთ ამ ავტომობილზე? შეუძენდით თუ არა თქვენ საყვარელ ქალს. აბადროებით.